საღამოშვიდობის, მე ჩიკო ვარ, პირველ რიგში გაგაცნობით, ერთ-ერთი მოდულის ლექტორი, ასე რომ ვთქვათ, რაც ამ კურსის ფარგლებში იქნება. ეხლა გაგიზიარებთ თქვენს მომზადებულ მოკლე პრეზენტაციას, რომელიც როგორც მოკამ თქვა, ძალიან კარგად გამოიყურება, ასე რომ ვთქვათ, და იმედია თქვენს დაგაინტერესებთ. ვთხოვთ დამიდასტუროთ, რომ ეკრანზე პრეზენტაცია თქვენთან ჩანს. კი, ჩანს, მადლობა. მადლობა, მოკამ. მოკლედ, როგორც იცით, დღეს მადლობა პირველ რიგში თქვენი დროისთვის და დღეს განვიხილავთ თქვენი კურსის მოდულს, რაც გულისხმობს ჩვენ დაგეხმარებით, რომ ამ კურსის ფარგლებში პირველი გამოცდილებები შეიძინოთ ბუღალტერიის ნაწილში და მოკლედ გაგაცნობთ პირველ რიგში შეხვედრის დღის წესრიგს, ანუ რატომ შევიკრიბეთ, რაც განვიხილავთ დღევანდელ ლექციაზე. ეს იქნება მოკლედ პირველ რიგში, რომ ლექტორები გაგეცნობით, ვინ ვართ ჩვენ კომპანიასაც წარმოგიდგენთ და ჩვენი გამოცდილებების შესახებაც მოკლედ მოგიყვებით. მაგის გარდა მოგიყვებით ბუღალტრული და საგადასახადო ცოდნის ზალის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ რაში გვჭირდება საერთოდ ბუღალტერია და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, რაში დაგვეხმარება და რატომ უნდა ვისწავლოთ. მაგის შემდეგ უფრო კონკრეტულად მოგიყვებით, რატომ უნდა გვინდოდეს ბუღალტერიის შესწავლა. რა უნარები გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს პროფესია შეიძინოთ ზოგადად, ვისთვის არის ჩვენი კურსი განკუთვნილი და ამ კურსის ფარგლებში შევეცდებით, რომ აგიხსნათ, რას ისწავლით. ასევე ჩვენი კურსი ითვალისწინებს, რომ ბუღალტრული პროგრამის შესწავლაც ხდება არა ესე რომ ვთქვათ საფუძვლიანად, არამედ იმ ჭრილში, რა ჭრილსაც ჩვენ მაგალითების და პრაქტიკული დავალებების საფუძველზე გავივლით და მოგიყვებით მოკლედ ამ პროგრამის შესახებაც და იმ კომპანიების ჩამონათვალსაც გაგაცნობთ, ვინც იყენებს პროგრამა FINAS. გაგაცნობთ ასევე კურსის ფორმატს და სტრუქტურაც. შემდეგ გექნებათ უკვე იმის შესახებ ინფორმაცია თუ კურსის დასრულების შემდეგ რა ცოდნას დააგროვებთ და ბოლოს გადავალთ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე და თქვენ ყველა საინტერესო კითხვას აუცილებლად მოვისმენთ და გაგცემთ შესაბამისად პასუხებსაც. პირველ რიგში გაგეცნობით, ვინ ვართ. კურსის განმავლობაში თქვენთან იქნება წარმოდგენილი 3 ლექტორი. პირველი ლექტორი ვიქნები მე, თიკო ჩარკვიანი, მე დავიწყებ მოდულს. ჩემი, ესე რომ ვთქვათ, პოზიცია მიმდინარედ კომპანია FINOS-ში არის პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს მომსახურე კლიენტებთან მაქვს მჭიდრო ურთიერთობა და მათ ბიზნეს პროცესების დაგეგმაში ვიღებ მონაწილეობას ბუღალტრული მიმართულებით. ამის გარდა მაქვს გამოცდილება 5-ზე მეტი წელია უკვე მთავარ ბუღალტრად მუშაობის. ჩატარებული მაქვს 8-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი და ამავდროულად ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეორე დონის სერტიფიკატის მფლობელი ვარ. შესაბამისად, ჩემი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძველზე შევეცდები, რომ მაქსიმალურად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ რაც დავაგროვე ამ წლების განმავლობაში. ჩემს კოლეგებს დათოს და ნინოს ვთხოვ, რომ კამერები ჩართონ და მათი წარდგენაც მოვახდინოთ და დათოც გაგეცნოთ და ნინოც გაგეცნოთ, სანამ უკვე სხვა სლაიდებზე გადავალ. აგით მოდი ნინოს დავასწრებ ცოტა ხანი. მოგესალმებით მეგობრებო, მე დავითი ვარ. მთელი ჩემი კარიერა, ესე რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მაქვს გატარებული, ანუ ACCA სერტიფიკატი მაქვს, ჯავახეთში ვსწავლობ და იქაც, ერთად აღრიცხვა და გადასახადები მაგ მიმართულებაზე ვიყავი. მე ამ კომპანიაში რაც ესე ვთქვათ, დასაქმებული ვარ, ძირითადი ნაწილი აქაც მოკლედ აღრიცხვის მიმართულებით ეხება ჩემი მოღვაწეობა. მაგრამ ძირითადად უფრო ესე ვთქვათ, კარიერის შუაში გავიდი უფრო საგადასახადო მიმართულებით და დღემდე უკვე საგადასახადო საკითხებს ვკურვებ კომპანიაში დაწყებული საგადასახადო აუდიტიდან დამთავრებული საგადასახადო კონსულტაციებზე და მოკლედ ამ სფეროს ირგვლივ თუ რამე ვინმე სჭირდება, ამ მიმართულებით ვარ ძირითადად. და იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვან გამოცდილებას გაგიზიარებთ ამ კურსის განმავლობაში. მადლობა დავით. ნინო, შენც რო გაგვეცნო? მეც მოგესალმებით. წარმოვადგენ ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების კომპანია FINOS, ვარ პორტფელის მენეჯერი. ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ პორტფელში შემავალი კომპანიების ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებზე. საკმაოდ დიდი გამოცდილება, წლიანი გამოცდილება დამიგროვდა ამ სფეროში და ხარული ვარ, რომ შემიძლია, რომ ამ პროექტის საშუალებით, ამ კოლაბორაციის საშუალებით, Smart Academy და FINOS თანამშრომლობის საშუალებით გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მეც ასევე სხვადასხვა ტრენინგებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ACCA სერტიფიკატები მაქვს და
მგონი რომ ჩვენი შეხვედრები საინტერესო იქნება. შესაძლებლად თქვენთვის. მადლობა. ეხლა კი მოკლედ გაგაცნობთ ჩვენი კომპანიის შესახებ, რომ ჩვენი გამოცდილების შესახებ მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია. ჩვენ წარმოვადგენთ ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების კომპანია Finos. ჩვენი კომპანია ბაზარზე უკვე 13 წელზე მეტია, რაც არის და თავაზობთ მოხმარებლებს ხარისხიან მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სერვისები არის მრავალფეროვანი, ძირითადად გულისხმობს საბუღალტრო მომსახურებას, საგადასახადო მომსახურებას და სხვადასხვა აუდიტორულ მომსახურებებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მუდმივად იმაზე, რომ ბიზნესის საჭიროებებზე ვიყოთ მორგებული და მათ მართლა კვალიფიციური და სწორი რჩევები მივცეთ, ვიყოთ მათი მხარდაჭერები და ჩვენ პარტნიორ კომპანიებს ვუწყებთ მოკლედ ხარისხიან მომსახურებას. ძირითადად რაც 13 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა ეს სლაიდებზე გვაქვს წარმოდგენილი, რომ 351 კლიენტი გვყავს, ასევე ქონდა შესაძლებლობა, რომ 17 განსხვავებულ სექტორთან ქონოდა თანამშრომლობა, 13 განსხვავებული სერვისის მომსახურება და საკმაოდ ბევრი პროექტები გვაქვს ასევე განხორციელებული და ასევე ტრენინგებშიც გვაქვს დიდი გამოცდილება. შესაბამისად, შევეცდებით, რომ ეს ტრენინგიც არ იყოს გამონაკლისი და ყველა დამსწრეს შევეცადოთ მაქსიმალურად თეორიულ ცოდნასთან ერთად ვაჩვენოთ ის პრაქტიკული მაგალითები და მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ აუდიტორული კომპანიის გამოცდილება სრულად გავუზიაროთ. ვაჩვენოთ და ჩვენი პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის მაგალითებზე მოგიყვანოთ ბევრი ისეთი მაგალითი, რომელიც თქვენ რეალურად ბუღალტერიის სწავლებასთან ერთად სამომავლოდაც ძალიან დაგჭირდებათ და იქნება თქვენ პრაქტიკაზე დაფუძნებული. მოკლედ აგიხსნით და შევეცდები, რომ წარმოგიდგინოთ ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი, რაც გულისხმობს ბუღალტერიის ცოდნას და რატომ არის ზოგადად აუცილებელი, რომ ვიცოდოთ ბუღალტერია, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ეხლა იწყებს ამ პროფესიაში გადადგმას თავის პირველი ნაბიჯებისას, არამედ ზოგადად ესე რომ ვთქვათ, პიროვნებისთვის, ადამიანისთვის, ბიზნესის მფლობელისთვის და ასე შემდეგ. ანუ რატო ვფიქრობ, რომ საჭირო არის ბუღალტერიის ცოდნა. ერთი ის, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვისწავლით ამ დროს ჩვენი ფინანსების მართვას, მოგცემს იმის საშუალებას, რომ თანხები დავზაგოთ, ბიუჯეტი ვმართოთ, მივიღოთ ნებისმიერ სახის ინფორმაცია ჩვენს ფინანსებთან დაკავშირებით და გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ბიუჯეტირება, ესე რომ ვთქვათ, ნაკლები რესურსებით უკვე უფრო დიდ მაქსიმიზაციას და ეფექტიანობას მივაღწიოთ. შესაბამისად, ბუღალტერიის ცოდნა ამას აუცილებლად მოგცემთ და ვფიქრობთ, რომ პირადი ფინანსების მართვა ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის ბიზნესის მფლობელებისთვის. ამის გარდა თქვენ შეძლებთ, რომ თუ ბუღალტერია კარგად იცით, საკუთარი ბიზნესის მართვა, თუ გაქვთ პატარა კომპანია, შეძლოთ უფრო უკეთესად. გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად შეძლებთ, რომ წაიკითხოთ ნებისმიერი უწყისი, რომელსაც ბუღალტერია ამზადებს, მიიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფინანსურ მოთმობით, რაც თქვენ გსურთ. შეაფასოთ თქვენი კომპანიის მომგებიანობა და სხვადასხვა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ ბიზნესში. შესაბამისად, ბუღალტერია არ არის ისეთი პროფესია, რომელიც მხოლოდ ბუღალტერმა უნდა იცოდეს, ეს აუცილებელი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის არის ერთ-ერთი ცოდნის წყარო იმისთვის, რომ მან თავისი ბიზნესი უკეთესად მართოს. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ყოველდღიურად ფინანსურ გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. მაგალითად, მიიღებთ ინფორმაციას, თუ რა არის პროცენტი, რა არის სესხი, რა არის ინვესტიცია და ის ცოდნა დაგეხმარებათ, რომ უფრო უკეთესად მოახდინოთ ადაპტაცია გარემოში. და როდესაც მაგალითად გექნებათ ისეთი გარემოება, რომ მოგიწევთ თქვა ცესხის აღება ან ინვესტირება, ამ ფინანსურ საკითხებს უფრო თამამად გადადგავთ მათში ნაბიჯებს და უფრო გარკვეული იქნებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ბუღალტერია ამ ნაწილშიც ეხმარება ადამიანს თავისი ფინანსების მართვაში. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ბუღალტრული ცოდნა აქვს პირს, მას შეუძლია, რომ თაღლითობისგან დაიცვას თავი და საეჭვო ფინანსური ოპერაციები მალევე ამოიცნოს და მისი იდენტიფიცირება მოახდინოს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ზოგადად კოდექსის ცოდნასაც რომ ხაზი გაუსვათ, ეს გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი უფრო მეტად საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილე პირებად, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის სისტემა, რას მოიცავს გადასახადები ზოგადად, რა ფინანსურ საკითხებს ეხება და რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი და შევეცდებით, რომ ჩვენი კურსის ფარგლებშიც ამაზეც გამომახვილოთ ყურადღება და დავითი იქნება ის ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ სადასახადო კოდექსი ჩვენმა მონაწილეებმა ისწავლონ, იცოდნენ მისი კითხვა და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, როდესაც მათ დასჭირდებათ.
ეხლა კი უშუალოდ გადავალ და შევეცდები გითხრათ თუ ჩვენი კურსი რას მოგცემთ და ბუღალტერიის შესწავლა თქვენ რატომ შეიძლება იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი გარდა იმ საჭიროებებისა, რაც მანამდე ჩამოვთვალეთ. პირველი არის ის, რომ ბუღალტერია არის სტაბილური და მოთხოვნადი პროფესია. ამაში გულისხმობთ იმას, რომ როგორც მაკომ აღნიშნა, ჩვენი შეხვედრის დასაწყისში არ ემუქრება ამ პროფესიას ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე შემოსვლა, იმიტომ რომ ყველა კომპანიას, ყველა სფეროს აბსოლუტურად აქვს საჭიროება ბუღალტრის და საქართველოს ბაზარზეც საკმაოდ ბევრი კომპანია, ბიზნესიც და ეკონომიკაც ვითარდება და შესაბამისად ბუღალტრული პროფესიაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ერთ-ერთი გამორჩეული, ასე რომ ვთქვათ. ასევე ამ პროფესიის ფარგლებში თქვენ შეიძლება და გააქვთ შესაძლებლობა და იმის რომ გქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება. საკმაოდ ბევრი პროექტია, საკმაოდ დიდი ბიზნესები არსებობს, რომელთა ბუღალტრულ მომსახურებაც ბუღალტერის შემოსავალიც უკვე საკმაოდ დიდ რეინჯებზე მერყეობს, ასე რომ ვთქვათ და მათ შორის გამოტანილი გვაქვს სლაიდზეც, რომ საშუალო სტატისტიკური შემოსავალი ბუღალტრის 3000-დან 4000 ლარამდეა თვეში, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ მაღალია. ასევე გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუ IFRS სტანდარტების შესახებ გექნებათ ინფორმაცია, თქვენ საქართველოდანაც იმუშაოთ, მაგალითად გლობალურ ბაზარზე და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებშიც გაუწიოთ მათ ნებისმიერი სახის მომსახურება ბუღალტერიის მიმართულებით. ასევე გექნებათ მრავალმხრივი ცოდნა. ეს უკვე ეფუძნება იმას, რომ თქვენ შეძლებთ ეკონომიკურ ან ბიზნეს ანალიზს, საგადასახადო მიმართულებით, რაც უკვე აღნიშნე, შეგეძლებათ, რომ გადასახადების შესახებ გქონდეთ ინფორმაცია და ესეც დაგეხმარებათ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტერია თავის მხრივ გულისხმობს, რომ არის ძალიან მოქნილი, ვინაიდან თქვენ არ გიწევთ, რომ ნებისმიერ, თქვათ, იმუშაოთ ისეთ სამსახურში, რომელიც სამსახურიც გულისხმობს ადგილზე ყოფნას, მაგალითად, შეძლებთ, რომ სახლიდან გაუცვლოდეთ, იმუშაოთ თქვენი საყვარელი პროფესიით, დისტანციურად გაუწიოთ მომსახურება თქვენს პარტნიორებს და კლიენტებს და შესაბამისად იმუშაოთ ასევე რამდენიმე პროექტზე და არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ერთი პროექტით იყოთ დაკავებული, შესაბამისად ეს პროფესია არის ძალიან მოქნილი და ადაპტირებული დღევანდელი გარემოსთვის. მათ შორის უნდა გამოვყოთ ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, რომ ნებისმიერი სფეროს კომპანიის ბუღალტერია აწარმოოთ, აქ გულისხმობთ იმას, რომ თუ ბუღალტრულ ცოდნას დააგროვებს ადამიანი, შეუძლია, რომ ნებისმიერი ინდუსტრიაში იმუშაოს და ეს სფერო არ არის შემოსაზღვრული. ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბუღალტერი ნამდვილად ყველა სფეროს ჭირდება და არ არსებობს ისეთი კომპანიები, რომლებსაც ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვთ. მათ შორის არის აუცილებლად გამოსაყოფი ის, რომ ძალიან ხშირად ხდება ბიზნესის და ბიზნესის წარმომადგენლები და მეწარმეები, რომლებიც საჭიროებენ ბუღალტრულ ცოდნას, რადგან თავიანთი ბიზნესი კარგად მართონ. შესაბამისად, თუ უბრალოდ თქვენ ფიქრობთ, რომ არა თუ პროფესიისთვის გჭირდებათ და პროფესიის შესაძენად ბუღალტერიის შესწავლა, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესი უკეთესად მართოთ, ჩვენი კურსით და მათ შორის ბუღალტრული ცოდნაც ამაში საკმაოდ დაგეხმარებათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ანალიტიკას შეძლებთ ფინანსების მიმართულებით, რომ გააკეთეთ. ეხლა კი მე უკვე აღარ მოგაწვენთ თავს და შევეცდები, რომ ჩემ კოლეგებსაც თავიანთ დრო დავუთმო. დავიძე გადავალ და შემდეგ სლაიდებს უკვე დავითი გააგრძელებ, შემდეგ ნინო და ისევ დაგიბრუნდებით უკვე ლექციის ბოლოს. კი, მადლობა თიკო. ესე იგი, რადგან ხელფასი ესე სენსიტიური თემაა, მოკლედ ერთი ცოტა ჭაშკრად რო გავიაროთ, დაახლოებით რა მოლოდინები უნდა გქონდეს ბუღალტერიაში თუ გადავალთ, ესე რომ თქვა, თან დაუწყოთ ბუღალტერულ კარიერას. აქ ახლა რა ხელფასებიც წერია, ანუ ეს არის დამწყებისთვის და დამწყებისთვის როგორ ანუ დაახლოებით 1 წლიან გამოცდილებას რომ მოაგროვებთ, შეიძლება კარგ შემთხვევაში, როცა ჩვენს მონდომებულები ვართ და ყველა ანუ კარგად მიყვებით, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ანუ პროფესიის განვითარებას. დაახლოებით 1000-1200 ლარს შეიძლება ველოდებოდეთ ხელფასს. უკვე როცა 2-3 წელიწადს მოვაგროვეთ ჩვენს გამოცდილებას, ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და უკვე მნიშვნელოვნად იწყება ხელფასის მატებაც. ეს არის დაახლოებით 2-3 წლის ბუღალტერი თუ ვართ მოკლედ 2000-2500 ლარზეა საუბარი აქ თვეში. ხოლო უფრო გამოცდილ ბუღალტრები, რომელიც დაახლოებით 5 წელი აქვთ გამოცდილება, მათ შეუძლიათ თავისუფლად გქონდეთ 4000 ლარი.
ესე რომ ვთქვათ, საშუალო ხელფასი, აქვე შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ 4000 ლარი ესე თუ ვთქვათ, ზღვარი არ არის და უკვე თქვენი მონდომებით აკითხე, რომ შეიძლება უფრო მეტიც გამოიმუშაოთ, უფრო მეტი პროექტების ხარჯი მაგალითად რა და ამისი ძალიან ბევრი მაგალითიც არის, ვინც წარმატებული ბუღალტერია, მოკლედ 4000 ლარიდან ესე რომ ვთქვათ, ეწება ხელფასი. აი ხა რაც შეეხება იმ უნარებს, რაც შეიძლება დაგჭირდეს ბუღალტერიაში საქმიანობისთვის, ბუღალტერული პროფესიის ასაცვლისებლად, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რომ მათემატიკური, ესე რომ ვთქვათ, აზროვნების უნარი გქონდეს. ამაში არ იგულისხმება რაღაცა რთული და უმაღლესი მათემატიკა. აქ არის საუბარი ელემენტარულ მოქმედებებზე, მაგალითად, მიმატება გამოკლეიდან დაწეული გამრავლება, აი დაახლოებით პროპორციების დონეც თუ ვიცით, უკვე კარგია რა. რაღაცა ძალიან advanced მათემატიკა არ გჭირდება ამაში. ძალიან კარგი იქნება თუ Excel-ი გვეცოდინება და ეს Excel-იც რო ვთქვათ, რომ სრული მოცულობით ვიცოდეთ, ეგრე არ არის. არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რასაც ბუღალტერები ძალიან ხშირად ეყენებენ და რო გითხრათ, ძალიან ბევრი არ არის, ამიტომ Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა, მოკლედ ძალიან წინ წაგწევთ ამ პროფესიის განსაზღვრებას, თქვათ, ათვისებაში რა. და ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, ანალიტიკური უნარები, იმიტომ რომ ზოგს გონია, რომ ეხლა რაღაც ბუღალტერია ცოტა რუტინული საქმეა, მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი, როგორც ფინანსური აღრიცხვის კუთხით, ისე საგადასახადო კუთხით, რომელიც ძალიან, ესე ვთქვათ, გააზრებულ მიდგომას და გააზრებული მიდგომას და ბევრ განსჯას საჭიროებს, იმიტომ რომ არის რაღაც ბუნდოვანი საკითხები, რომელიც ესე პირდაპირ შავი თეთრზე არ წერია, ესე რომ ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიაროთ ეს საკითხი რა. გავიაზროთ და მე აქედან კარგად გამოვიტანოთ დასკვნა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება კიდე ბუღალტერს რაც უნდა გქონდეს, არის დეტალებზე ორიენტირებულობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წვრილ მან ინფორმაციასთან შეხება, მაგალითად შეიძლება თარიღები, თანხები, შეიძლება რაღაც ერთმა წერტილმა და მძიმემ ძალიან ბევრი რაღაცა გადაწყვიტოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული და ყურადღებით აკეთებდეს იმ საქმეს. პასუხისმგებლობის მაღალი ზრდაც რა თქმა უნდა საჭიროა და ძალიან ერთ-ერთი კიდე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის დროის მართვის უნარი არის. მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა პროექტზე გვიწევს და სხვადასხვა საკითხზე გვიწევს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ეს დრო ძალიან სწორად გავანაწილოთ. ამისთვის ახლა მაგალითისთვის რო ვთქვათ, ჩვენ კომპანიაში სხვადასხვა დროის მართვის ესე ვთქვათ ხელსაწყოს ვიყენებთ, ეგ არის ანუ მაგალითად Monday.com შეიძლება ახლა არ ვიცი რეკლამას ჩარჩომით, ალბათ Monday.com-თან მსგავსი ესე რომ ვთქვათ task manager-ებად გამოყენებადი პროგრამები შეიძლება გამოიყენოთ ამისთვის და მე გიჩვენებთ რომ აუწყოთ ესე რომ ვთქვათ თანამედროვებას ფეხი და ყოველთვის ეცადოთ რომ რამე მსგავსი დაანერგოთ თქვენს და გამოიყენოთ ძალიან კომფორტულია და ესე რომ ვთქვათ ფურცლებზე რაღაცეებს წერა და ესე ვთქვათ ჯობია რა. ეხლა შემდეგი თემა რაც არის ჩვენთვის ვისთვის არის კურსი. კურსი და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ამ კურსისგან, ხო? ძირითადი არის ეს კურსი, მეგობრებო, რომ წარმოვიდგინოთ, არის საბაზისო ნაწილი ბუღალტერიის რა, ესე რომ შევხედოთ რა, რომელიც რამდენიმე ნაწილად გვაქვს გაყოფილი. ამიტომ ეს კურსი ძირითადად არის ესეთი ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ბუღალტერიის ეხლა დაწყება, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება საერთოდ იურისტია ან სხვა პროფესიის წარმომადგენელია და უნდა რომ უბრალოდ მოდი ბუღალტერიას ვწვდი და მოდი დავუწყოთ რა ხდება ბუღალტერიაში რა, ჩავიხედოთ. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ჩავიხედოთ, ისეთი ცოდნა მივიღოთ, რომელიც ჩვენ ესე რომ ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს და სხვა კომპანიაში იქნება თუ ჩვენს ესე იგი ვთქვათ, პროფესიაში გასამართლებლად ამ პირველ ნაბიჯების გადადგმის ძალიან მნიშვნელოვანია რა. კიდე ერთ-ერთი სექტორი, ვისაც შეიძლება ძალიან გამოადგეს ეს კურსი არის მცირე და ზოგადად ვისაც თავის ბიზნესი აქვს, მაგრამ აქამდე ესე რომ ვთქვათ, ფინანსურ დოკუმენტაციასთან შეხება არ ქონია, არის ის მაგალითად კანონი, არის ის მაგალითად როგორ უნდა წაიკითხოს ესა თუ ის ინფორმაცია გრუნით უწყისი იქნება თუ ფინანსური ანგარიშგება, ეს ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი შეგვიძლია, ვისაც წარმატებული ბიზნესი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ელემენტარულად ვერ ეკვლევდეს რაღაც საკითხებში, მაგალითად არ იცოდეს, რომ აი ამას თუ გააკეთებს, სახელმწიფო ამაში ამ თანხას გადაახდენებს, აი დაახლოებით ეს რაღაც რა.
და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე სტუდენტებისთვისაც, ვინც ეხლა იწყებს ბუღალტერიას, შეიძლება დაიწყო კიდევაც ზოგი არ იხონო ძალიან ხშირად ეგეთი შემთხვევა, რომ დაიწყებენ ბუღალტერიას უნივერსიტეტში რაღაც თუმცა რაღაცა კუთხით ვერ გაიგებენ, მე რაღაც ანებებენ თავს, ან ისწავლიან ბუღალტერიას, მაგრამ მე საქართველოში სხვა რეალობას ეჩეხებიან პრაქტიკის კუთხით გულისხმობ, იმიტომ რომ ერთია უნივერსიტეტში მიიღო განათლება და მეორე უკვე უშუალო საქმესთან მქონე შეხება. ჩვენი ეს კურსი მიზნად ისახავს, რომ ეს ჩვენი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთში დაილინკოს და ერთი პროდუქტი მოგვცეს, ესე რომ ვთქვა და რეალურად ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენ საქმეში, ესე რომ ვთქვა. და ანუ ამ კურსს რო გავივლით ხო და მე სხვაგან სამსახურში რომ მივიდეთ სიტყვაზე და პირველ იმაზე დავიწყოთ ხო საფეხურზე მუშაობა, იქ არ გაგვიკვირდება, აუ ეს რა არის და საერთოდ სად მოვიდით და ესე შემდეგ. ანუ ჩვენი მიზანი მოკლედ ეგ არის რა, რომ ერთ რაღაცნაირად შევკროთ ეს ყველაფერი. დანარჩენს უკვე ნინო მოგვეტყვის რა შეიძლება ვისწავლოთ კიდევ ამ კურსის ფარგლებში. და ალბათ ყველასთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის, რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში. როგორც დათომ უკვე აღნიშნა, ამ კურსის მთავარი ღირებულება არის თეორიის და პრაქტიკის სინთეზი, კარგი სინთეზი, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ საწყის ეტაპზე არსებითი მაგალითების საფუძველზე დაიწყოთ და გადადგათ პირველი ნაბიჯები ბუღალტერიის სფეროში. როგორც მითითებულია სილაბუსში, კურსი 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ეს არის ბუღალტერიის თეორიულ საფუძვლებს მოიცავს, რომელზეც დაშენებულია შემდგომ სრულად ბუღალტრული აღრიცხვა. მაგალითად, გაივლით ისეთ საკითხებს, როგორიც არის რა არის ზოგადად ბუღალტერია, საგანი მეთოდი, რა არის ორადი ჩაწერა, დებეტი, კრედიტი, ბალანსირების პრინციპი, ბუღალტრული ტოლობა, ანგარიშგების ძირითად პრინციპებს და ელემენტებს გაივლით, ანგარიშთა გეგმის ელემენტებს გაივლით და მოკლედ ძალიან საინტერესო შეხვედრები გელოდებათ პირველ ეტაპზე. ყველა შეხვედრაზე შეჯამდება წინა შეხვედრის საკითხები და საშუალება გექნებათ, რომ დასვალთ კითხვები სპიკერთან და მიიღოთ ამბზურავი პასუხი ყველა თქვენს შეკითხვაზე. პირველ ეტაპს თიკო გაუხვება, შემდგომი ეტაპი არის საგადასახადო დაბეგვრა. ამ ეტაპზე თავდაპირველად ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობის სტრუქტურის მიმოხილვა მოხდება, შემდეგ გარკვეული დრო დაეთმობა საგადასახადო ტერმინოლოგიის მიმოხილვას, იმიტომ რომ ამ ტერმინოლოგიას ეფუძნება ფაქტობრივად შემდეგი ცოდნა და თუ ჩვენ არ ვიცით რა არის მაგალითად გადასახადი, ეკონომიკური საქმიანობა, ძირითადი საშუალება, აქტივი, თუ ეცნებები ჩვენ არ ვიცით, შემდგომ დაბეგმვის რეჟიმებზე საუბარი ალბათ გაგვიჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს სალექციო კურსის ეს ეტაპი დაფარავს საქართველოში მოქმედ 6-ვე გადასახადს, ანუ დერეგეს, მოგებას, საშემოსავლოს, ფონების გადასახადს, იმპორტის და აქციზის გადასახადებს. გამარტებული იქნება ყველა გადასახადის არსი, ვინ არის ამ გადასახადების გადამხდენი, როდის არის დეკლარირების ვადა და გადასახადის გადახდის ვადა. ასევე გაივლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხებს, ჯარიმებს, გასაჩივრების წესებს და სხვა ძალიან საინტერესო საკითხებს. ეს ორივე ეტაპი მიმდინარეობს პრაქტიკული кейსების და სხვადასხვა სიტუაციური მაგალითის განხილვის ფონზე. ყველა ეტაპი სრულდება კვიზით, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი ცოდნა უფრო გააღრმავოთ და ერთგვარი შეჯამება გაუკეთოთ. ამ ეტაპს დათო გაუწყობა და შემდგომ მესამე ეტაპი არის უფრო მეტად პრაქტიკული ხასიათის, აქ ძირითადად აქცენტი გაკეთება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. გავაცნობით ყველაფერი იმას, რაც სჭირდება დამწყებ ბუღალტერს. მაგალითად, ვნახავთ საგადასახადო დოკუმენტაციას და
მასთან მუშაობის პრინციპებს გავაცნობით, მაგალითად მიღება ჩაბარების აქტები, შესყიდვის აქტები, ინვოისები, როგორ ხდება მათი შედგენა, ვისწავლით ერის პორტალზე მუშაობას, ძირითად მოდულებთან მუშაობას, ანგარიშ ფაქტურების გამოწერას, ენადებების გამოწერას, დეკლარაციების მომზადებას. საშუალება გექნებათ, რომ სიმულაციური კომპანიის მაგალითზე გავაკეთოთ საბუღალტრო გატარებები, ძირითად საბაზისო ოპერაციებზე, მაგალითად შესყიდვა, რეალიზაცია, სალაროს ოპერაციები, ანგარიშწორების ოპერაციები, ფასის დარიცხვა, გადახდა და ესეთი ძირითადი მოგების განაწილების გატარებები და სხვა გატარებები, რაც ბუღალტერს სჭირდება საწყის ეტაპზეც და მერეც. და ფინალური პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე თქვენ თვითონვე აწყობთ მცირე ბუღალტრული კომპანიის ბაზას, პროგრამა ფინას გამოყენებით და ამ ბაზაზე დაყრდნობით აწყობთ დეკლარაციებს, დეკლარირებას გააკეთებთ და ასევე ფინანსურ უწყისებს მოგებას არალს, ბალანსს და cash flows შეადგენთ. ამ მესამე ეტაპში სპიკერი ვიქნები მე და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან საინტერესო და საჭირო ცოდნას მოგცემთ თქვენ. როგორც აღნიშნე, ყველა ეს სწავლება ამ მესამე ეტაპზე მიმდინარეობს ბუღალტრული შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, საბუღალტრო პროგრამა ფინას გამოყენებით მიმდინარეობს სწავლება. ეს პროგრამა არის, იცით რომ ძალიან ბევრი პროგრამა, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი პროგრამა არსებობს საკმაოდ. ფინა გამორჩეულია თავისი მოქნილობით და დანერგვაშიც და ათვისების კუთხიდან საკმაოდ მარტივია და თქვენ სლაიდზე შეგიძლიათ ნახოთ ის კომპანიები, რომლებიც ამჟამად იყენებენ ფინას ბუღალტრულ პროგრამას და ვფიქრობ, ამ კუთხითაც საინტერესო იქნება ეს კურსი, რომ ფინაში მუშაობის საშუალება გექნებათ. რაც შეეხება კურსის სტრუქტურას. კურსი არის სამეტაპიანი და როგორც თქვით, თითოეულ ეტაპს გაუძღვება სხვადასხვა სპიკერი. თითოეული ეტაპი მოიცავს 8 შეხვედრას. შეხვედრის განმავლობა არის 2 საათი, მთლიანად კურსი საათს მოიცავს 24 შეხვედრას. რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრის შესვენებაც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს. ფორმატი არის ჰიბრიდული, ანუ როგორც ფიზიკური შეხვედრები, ასევე ონლაინ რეჟიმშიც გვექნება შეხვედრები. და საინტერესო არის შეფასების სისტემა, ეს ყველაფერი, ყველა ლექცია იქნება, რა თქმა უნდა, ინტერაქციული, თქვენი აქტიური ჩართულობა იქნება საჭირო, როგორც ჩვენი, ასევე თქვენი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გექნება საინტერესო დავალებები, კვიზები, სხვადასხვა кейსების ამოცანები, სიტუაციური მაგალითების განხილვა და საბოლოოდ, როგორც ვთქვით, გავაკეთებთ ფინალურ პროექტს. და რაც შეეხება კურსის შედეგებს, რა გვეცოდინება კურსის დასრულების შემდეგ. ერთი შემიძლია ის თქვა, როგორც თქვით უკვე, რომ გვეცოდინება ბუღალტრული აგრეთვე ძირითადი ტერმინოლოგია, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ზოგადად ბუღალტერიის კეთების დროს საწყის ეტაპზე თავი კომფორტულად გიხსნათ ამ სფეროში. მეორე, საგადასახადო დაბეგვრის ძირითადი პრინციპების ტერმინოლოგიის ცოდნა საშუალებას მოგცემს, რომ უკეთესად გავერკვეთ ამ სისტემაში. როგორც საბუღალტრო, ასევე საგადასახადო საკითხების ცოდნა საშუალებას მოგცემს, რომ გავაკეთოთ მცირე ჩვენეული ანალიზი და მივიღოთ მარტივი ბიზნესის გადაწყვეტილება. ეს რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება გრანდიოზული, როგორც ხაზი კავსით, მარტივი და მცირე მასშტაბით. შეძლებთ, რომ გააკეთოთ სამეურნეო თუ ბუღალტრული ოპერაციების ჩანაწერები ბუღალტრულ პროგრამაში. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, კურსი გარკვეულწილად გაძლევთ გასაღებს, რომ მარტივად მოახდინოთ ნავიგაცია ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვის სფეროში. ასევე კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ იქნებათ ის ცოდნა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ იყოთ კონკურენტული აპლიკანტი
საკმაოდ კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე, წარმატებით გაიაროთ გასაუბრება და დასაქმდეთ სხვადასხვა დამწყებ პოზიციაზე. აქ თქვა კომენტარებში მოვკარი თვალი, რომ სტომატოლოგებიც ყავს, ეკონომისტიც არის, საბანკო სფეროში მომუშავე ადამიანებიც არის. როგორც თვითონ თქვა, შეზღუდვა ბუღალტერიაში ჩართვის კუთხით არ გვაქვს, მთავარია სურვილი, მათ ციფრების სიყვარული და სიახლოვე და ინტერესი და ყველაფერი არის შესაძლებელი, არაფერი სირთულე არ არის ამ კუთხით. ნინო, დიდი მადლობა, დათო მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო არის და მე ძალიან გამეხარდა, როცა ვნახე კომენტარებში, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხართ ჩვენთან ერთად დღეს და გვიხარია ეს თქვენი ინტერესი ძალიან სასიამოვნოა. თუ დაგაინტერესებთ მოკლედ ჩვენი კურსი და რაც აქამდე ვისაუბრეთ ამასთან შესახებაც თუ მეტი ინფორმაცია იქნება თქვენთვის საინტერესო, აუცილებლად ეწვიეთ რეგისტრაციისთვის Smart Academia-ს და იქ შეძლებთ რომ დარეგისტრირდეთ, ან კონსულტაციისთვის აუცილებლად დარეკეთთ ხელხაზე ან მოგწერეთ და ნებისმიერ დროს შეძლებთ რომ გიპასუხოთ. იმედი მაქვს რომ ჩვენი პრეზენტაციაც მოგეწონათ, დასკვნითი ნაწილი გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმზე და ახლა უკვე სიამოვნებით მოგისმენთ, შევეცდებით რომ თქვენს კითხვებს სამოწრავე პასუხები გავცეთ. მადლობა მეგობრებო თქვენ. შეკითხვა არის ჰიბრიდული არის როგორც უკაცრავად სხვა კითხვას ვკითხავდი ჯერ მხოლოდ პროგრამა ფინანს კურსი ხომ არ გაქვთ შემთხვევითო არ გვაქვს ამ ეტაპზე მხოლოდ ფინანს კურსი მხოლოდ ფინანს კურსს ალბათ მოქმედი ბუღალტრები გადიან რომ უშუალოდ ეგ პროგრამა შეისწავლონ ხო მაგით დავამატებ აქ, ანუ როცა არიცი ბუღალტერია და საწყის ეხლა დგამ პირველ ნაბიჯებს, ფინანს სიღრმისეული ცოდნა ფაქტიურად არ შეიძლება დახარჯო ენერგია, რესურსი, ფინანსები, მაგრამ არ გაძლევს სიღრმისეული ცოდნა, არაფერ მე გადის დრო და გავიწყდება. ჩვენ აქ ფინანს იმ დონეზე გავივლით, რომ საწყის ეტაპზე, აი რაც თქვით გატარებები, ხო საბაზისო გატარებები რაც არის, ბაზის აწყობა ამ ეტაპზე მუშაობას თავისუფლად შეძლებთ და ხელი არ შეგეშლება და შემდგომი საფეხური კი ნამდვილად არის სიღრმისეულად ცოდნა, რომ ფინანს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. მადლობა ნინო. ჰიბრიდული არის, მეგობრებო, ანუ რამდენი გარკვეული შეხვედრების რაოდენობა იქნება ფიზიკურად, თუმცა ამავე დროს გადაიცემა, რა თქმა უნდა, ონლაინაც. უბრალოდ ის რაც გვაქვს გათვალისწინებული ფიზიკურად, სასურველია, რა თქმა უნდა, რომ იყოთ დაესწროთ ფიზიკურად. მესმის რომ შეიძლება ვინმე საზღვარგარეთიდან ან რეგიონიდან ესწრებოდეს, მაგრამ რაღაცნაირად ამენეჯმენტებენ ხოლმე, რომ მაქსიმალურად უმრავლეს შეხვედრას დაესწრონ ფიზიკურად. თუმცა თუ ვერ მოახერხებთ რაიმე მიზეზით არ იქნებით თბილისში ან ქვეყანაში საერთოდ, ჩვეულებრივად ონლაინ რეჟიმშიც შემოუერთდებით, ისევ Google Meet-ის მეშვეობით და მეორე დღეს ჩანაწერიც აიტვირთება ხოლმე, ასე რომ მთლიანობაში ეს შეფასების სისტემა რაც ვახსენეთ სასურველია, რომ ყველა კომპონენტში თქვენ მაქსიმალური ქულა გქონდეთ და გახდეთ ტოპ სტუდენტი, ხო? მაგრამ ხო, თუ ვერ მოახერხეთ დასწრება ან დაგაგვიანდათ, მომდევნო დღეს სრული შეხვედრის ჩანაწერი გექნებათ ხოლმე ხელმისაწვდომობაში. ასევე კურსის დასრულებიდან კიდევ 3 თვე გექნებათ წვდომა ჩანაწერებზე. კურსი იწყება, ზუსტად გეტყვით და ლინკსაც ბარემ ჩავაგდებ 27 იანვარს. ღირს 790 ლარი 24 შეხვედრისგან შედგება და 4 თვიანი სრულად უპროცენტო განაწილების შემთხვევაში არის 197 ლარი თვეში, ხოლო 6 თვიანი სრულად უპროცენტო განაწილების შემთხვევაში არის 121 ლარი. არის ასევე სტანდარტული განვადებები 3 თვიდან 3 წლამდე ხანგრძლივობის, როგორც მახსოვს. უმეტესად მაინც 4 თვიან განაწილებას აკეთებენ ხოლმე. საიტიდანვე ხდება, ძალიან მარტივი არის. შეგიძლიათ ჯერ ერთი სცადოთ, თუ იქ არ დაგიმტკიცდათ, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. მაგალითად, გვაქვს ასევე Silk Bank-ის მერე, ასეთი პროდუქტი დაემატა გეცოდინებათ, ასევე გვაქვს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ, TBC-ის განაწილება, Credo Bank-ის განვადებას გვაქვს სრულად უპროცენტო 4 თვიანი და ასევე ნახავთ კრიპტოვალუტით გადახდაც გვაქვს და TBC ერთგული ქულებით და ყველაფერი გვაქვს, რაც კი შეიძლება მოგაფიქრდეთ, ასე რომ დაგხვდებათ იქ შესაძლებლობა გაანაწილოთ თქვენზე მორგებულად.
აი თქვენი რჩევთ მოკლედ ონლაინზე. არა, მხოლოდ ერთი რომელიმე ეტაპის გავა არ არის ამ ეტაპზე შესაძლებელი, ერთიანი სისტემა არის, ვინც დაიწყებს სწავლას, ყველა ეტაპს გაივიწყებს. ანუ იდეაში ჯერ ჩვენ გვაქვს დაყოფილი, მაგრამ ერთი მთლიანობა არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს კომპლექსური ცოდნა გქონდეს ადამიანს, რომელიც ემზადება პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ამ სფეროში. არა, მხოლოდ პრაქტიკულ ლექციებზე არ მოგიწევთ მოსვლა, მანამდეც იქნება შეხვედრები დავითთან ხო, როგორც მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩატარდება ჰიბრიდულად. წინასწარ ვინც სტუდენტი გახდებით, წინასწარ გეცოდინებათ და გექნებათ კალენდარი, რომელი არის სრულად ონლაინ და რომელი შეხვედრა იქნება ჰიბრიდულად. ასე რომ ამაზე ინფორმირებული იქნებით. ვისაც ეგ ნაწილი გაინტერესებს, შეგიძლიათ რომ ხვალ დაგვიკავშირდეთ და დეტალურ კალენდარს შეგატყობინებთ, თუ თქვათ რაიმე ემთხვევა და ამის დაზუსტება გსურთ. გრაფიკი როგორ იქნება განაწილებული? დღეებს თუ აზუსტებთ, კვირაში ორჯერ ტარდება შეხვედრები, ორშაბათს და ხუთშაბათს, საღამოს 8-დან 10 საათამდე. ლინკი რაც ჩავაგდე მანდაც არის მითითებული 6 დღე არის დარჩენილი კურსის დაწყებამდე. ჯამურად 3 თვიანი კურსი გამოდის და თითოეული შეხვედრა არის 2 საათიანი. საღამოს 8-დან 10-მდე. როგორც გითხარით, თან ჩანაწერებიც გაკეთდება. საინტერესო იყო თქვენი მოსმენაო. მე YouTube-არსაც გაგიზიარებს და შეგიძლიათ მე გამოიწეროთ, მათ ვტვირთავთ ხოლმე ჩვენს მასტერ-კლასებს სხვადასხვა თემაზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კომპლექსური ცოდნა, რომ თქვენ იყოთ საინტერესო კანდიდატი, როდესაც კომპანიებს ექნებათ სტაჟირება ან ჯუნიორ პოზიციაზე, ან ბუღალტერს დაჭირდება ასისტენტი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტოპ სტუდენტებს რეკომენდაციები გავუწიოთ, ასევე ამ კომპანიებიდან მისი პარტნიორებიც ვართ, ვიკავშირდებიან და გვიზიარებენ ხოლმე სტაჟირებებს, ასევე ვაკანსიებს, რა თქმა უნდა, ხშირად საჯაროდ არდებს ხოლმე ვაკანსიები, რომლებსაც ჩვენ გვიზიარებენ და ჩვენ სტუდენტების აქტიური ბაზა გვაქვს, ვინც თანახმა არის, რომ დასაქმების ძიების პერიოდში ჩვენ ვაკანსიები გავუზიაროთ ხოლმე და ეს ხელშეწყობა არ არის შეზღუდული ვადით. არამედ მაგალითად თქვენ თუ ახლა სტაჟირებას დაიწყებთ და გამოცდილებას დააგროვებთ, 1 წლის შემდეგ, როდესაც კიდევ უფრო მეტი გამოცდილება გექნებათ უკვე დაგროვებული და მზად იქნებით ახალი ცვლილებებისთვის, მაგ შემთხვევაშიც დაგმარებით, რომ გაგიზიაროთ ხოლმე თქვენთვის რელევანტური ვაკანსიები, მათ შორის გვაქვს მონიშნული რა ფორმატში განიხილავთ დასაქმებას, რა ანაზღაურებაზე, რა ენები იცით, მოკლედ სრულფასოვანი ბაზა გვაქვს სტუდენტთა თანხმობით, რა თქმა უნდა, რომ მოკლედ დროში მივაწოდოთ ხოლმე ჩვენს პარტნიორს შესაბამისი ტალანტი. გავუმართლოთ იმედი, შემდგომშიც ვითანამშრომლოთ და ასე შემდეგ. ლექციის გაცემის შემთხვევაში ჩანაწერი იქნება, რომ ნახოთ მომდევნო დღეს გაგიზიარდებათ ხოლმე, დაახლოებით 12 საათისთვის უკვე იქნება ხოლმე ატვირთული. ყველა შეხვედრა ჩაიწერება თავიდან ბოლომდე. Google Classroom-ში იქნებით დამატებული წესით, ასევე Google Facebook Messenger-ში იქნებით უფრო სწრაფი კომუნიკაციისთვის. დავალებები წაიტვირთება ერთ სივრცეში, წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე, ძალიან ორგანიზებულია ეს ყველაფერი მაგ ნაწილში. მთლიანად პროცესში, რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნდებით, თუმცა ნუ მოკლედ კურსის დაწყებამდე ცალკე ტარდება საკოორდინაციო შეხვედრა, დაახლოებით 1 საათს გრძელდება ხოლმე, სადაც გიხსნიან ყველაფერს კურსი ეფექტურად როგორ უნდა გაიარო ტექნიკური თვალსაზრისით. ვისაც თქვა პირველად აქვს შეხება ამ პლატფორმებთან, გინ Google Drive იყოს, გინ Google კალენდარი, Google Meet და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე ძალიან ისე ინსტრუქტაჟი გვაქვს და ვუხსნით რა როგორ გამოიყენონ ეფექტურად და მაქსიმალური ფოკუსი გქონდეთ უშუალოდ შინაარსზე, რასაც ლექტორები გაუზიარებენ. მადლობა თორნიკე შეკითხვისთვის. სხვა შეკითხვები მეგობრებო? მოკლედ, მე როგორც ვხვდები, აი ამ ეს კომპლექსური ცოდნა ვისაც აქვს, არ დარჩება დასაქმების გარეშე. მე ასე მიგრძნო გულმა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გაქვთ შერჩეული თემების ის საბაზისო ნაწილი, რომელიც თქვენვე გჭირდებათ თქვენს კომპანიაში რომ სტაჟირებაზე აკავდეთ ვინმე, რომ აი რაც უნდა იცოდეთ. თქმა მინდოდა მეც რომ ეს კურსი
კომპლექსურად არის შეკრული და აწყობილია ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენთვის და არა მარტო ფინოსთვის ყველა ბუღალტერულ კომპანიას ასეთი ტიპი, ერთნაირი მოთხოვნა აქვს, ხო, და საწყის ეტაპზე ერთ რამეს ითხოვენ თანაშემწისგან. როგორც გვინდა, რომ იყოს ჩვენთან მოსული თანაშემწე თუ სტაჟიორი, აი ამ გათვლით გვაქვს აწყობილი ეს კურსი და ჩვენ რო ესეთი ადამიანი მოგვივიდეს გასაუბრების დროს, ანუ დიდი სიხარულით შევხვდებით თუ როცა გვაქვს ხვდებით ხოლმე როცა გვაქვს ვაკანსია ესეთ ადამიანს. ამ გააზრებით არის გაკეთებული კურსი. შეგახვედრებთ ბეჭდობენ top students. მეგობრებო, შეკითხვები რაიმე თემაზე თუ გინდათ რომ გავამახვილოთ ყურადღება სილაბუსს კი შევეხეთ, მაგრამ მცირე დოზით და საკმაოდ ვრცელია 24 შეხვედრის თემატიკა, მე შემიძლია ასევე სილაბუსი გავაზიარო, შემიძლია ზოგადად ეკრანიც გავაზიარო და იქაც გადავავლოთ თვალი. მაგრამ დამერწმუნეთ რომ ყველა ის ნიუანსია გათვალისწინებული, რასაც წლების განმავლობაში აგროვებენ ხოლმე სხვადასხვა სექტორში, ზუსტად ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ერთია გასწავლოთ ბუღალტერია, ვინმე ვინც ერთ კონკრეტულ კომპანიას ემუშავება, ოკეი, კარგად იცის, მაგრამ მეორე არის სხვადასხვა სექტორში მუშაობის სპეციფიკა, როდესაც გაქვს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, კურსსაც იქნებიან ისეთები, ვისაც სხვადასხვა ინტერესი აქვს, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ, სხვადასხვა სექტორის და შესაბამისად იგივე სამშენებლო მიმართულებით არის ეს კომპანია თუ სარეკლამო არის თუ რა ვიცი კიდევ სხვა ამ შემთხვევაში განსხვავდება кейსებიც და თქვენი შეკითხვებიც რაც ჯგუფში დარწმუნებული ვარ გაჟღერდება ხოლმე და აი ეს კომპეტენციები რომლებიც ჩვენს ლექტორებს აქვთ თავიანთი ვრცელი ფართო პორტფელიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო და გამოსადეგი იქნება და დაგიზოგავთ დროს რაც შეიძლება და თქვენი ვთქვათ იმ პირველი ნაბიჯების შეცდომების დაშვებით გამოგეწვიათ ხო ხშირად დამფუძნებლებსაც არ აქვთ ინფორმაცია შეიძლება არ იყოს თქვენზე სენიორი ადამიანი იქ ცოდნით და მნიშვნელოვანი არის რომ აი რაც შეიძლება რომ თქვენ საბაზისო დონეზე იცოდეთ ყველაფერი ჩაინიშნოთ კიდევ რამდენჯერმე უყუროთ ჩანაწერს და აი მაქსიმალურად მობილიზებული ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია არის და არ ვიცი უნდა ვახსენო თუ არა მაგრამ მართლა ამ დარღვევების გამო შეიძლება რაღაცა გითხარი დავით ყველაზე ცუდი დარღვევის შემთხვევაში რაელის ან ბუღალტერს ან კომპანიას შეგვაშინოთ ეთქვა დამჭიროთ ხე კონტუ აღარ გადავიხსნით მე რაღაცა ძალიან ესე კატასტროფულადაც არის, უბრალოდ ბევრი გადასახადს დავუმალავთ, მაგრამ 100,000 დოლარს ვწდებით, მოკლედ ციხის კანდიდატები ხდებით რა, თუ არ დავაბრუნეთ მე დავუმალავთ. მე თუ დავუმალავთ, შეიძლება ავაღიაროთ რომ ეს გვაქვს და მე მაგაზე სხვა პროცედურებია, როგორ ამოიღებენ ამ თანხებს ჩვენგან. ხო. ოკეი, თუ არ დამალე, მაგრამ შეგეშალა არ იცოდი რომ უნდა დაგედეკლარირებინათ რა. სხვათა შორის საგაცნობო კანონმდებლობაში არის ეგეთი ცნება, კეთის ინდისიერი გადასახადის გადამხდელი და თუ მაგა დავამტკიცებთ რომ ეს შეგვეშალა და რაღაც სპეციალურად და რაღაც ისე არ გავკეთებია, მაშინ დავების შემთხვევაში არის დიდი შანსი იმისა, რომ ესე რომ ვთქვათ, გვაპატიონ და ჩამოგვაწერონ ეს დავალი. ასე რომ ძალიან ისეც არის რომ შემოსავლების მოსახული ძალიან ბუა არ არის. ოკეი. მეგობრებო, შეკითხვები. მე მაინტერესებს რა მომენტი არის ხოლმე, როდესაც ერთია რომ პროფესიას სწავლობ, იმიტომ რომ რაღაც მოთხოვნადია და იცი რომ სულ გექნება შეკვეთები, პროექტები, ასე ვთქვათ, კომპანიები, დისტანციურად ეს სახლში კომფორტულად იქნები, შეიძლება თვეში 5 დღე იყოს სულ დაკავებული, მაგრამ ის აქტიურად დაიტვირთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო აი ეგ მომენტი და რაღაც პერიოდის მერე როგორი შეგრძნება ამ პროფესიაში ყოფნა, უფრო მეტად ისევ ინტერესით არის, სიყვარულიც გიღვივდებათ თუ აი ჩვეულებრივ ადამიანებს ხო ეს შეკითხვა იმიტომ გიჩნდება რომ ბუღალტერია ძირითადად არ უყვართ ხოლმე ხო მიცით თქვენს ეგ ხომ გამოგიცდიათ მე მარიკა ზოიძეს ვთქვა რომ აღარ გააზიაროს ეკრანი თქვენს ეკრანს აზიარებთ ბოდისკი ხდით ხო აი თქვენ პირადად გიყვართ თქვენი პროფესია თუ იმდენად აუცილებელია რომ აი შეიძლება აღარ გიყვართ, მაგრამ ვიცით რომ კომპანიებს თქვენს გზა არ აქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია რომ არის და
აუ, კითხვა ჩამოვაყალიბე, მიხდით ხო რას გვაქვს. აი, გრაფიკულ დიზაინერს ძალიან უყვარს ხატვა. ბუღალტერს ძალიან გიყვართ ანგარიშგებების კეთება. მაგაზე შემოსაზრებას გეტყვით, რომ ანუ ბუღალტერს გაუცნობად ძალიან უყვარს თავისი პროფესია, იმიტომ რომ ეს პროფესია ისეთ დიდ შრომას მოითხოვს, თუ არ გიყვარს შეუძლებელი არის რომ მით უმეტეს მრავალი წელი ამ პროფესიაში გაატარო. იმიტომ რომ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ადამიანებს. მაგის გარდა ბევრი უნარებია საჭირო, რაც დათანხმდეს საუბრა ამ უნარების შესახებ, რაც ბუღალტერმა უნდა იცოდეს და მნიშვნელოვანი კიდევ რაც არის ის, რომ მუდმივ სიახლე ხდება ბუღალტერიაში, ანუ ხშირად გვსმენია, რომ ბუღალტერი არის ძალიან რუტინული პროფესია, სადაც მაგალითად არ გჭირდება ესე რომ ვთქვათ, ბევრი ფიქრი, ბევრი ანალიტიკა, მაგრამ ეგრე არ არის სინამდვილეში. კარგი ბუღალტერია არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ანგარიშების გატარება იცოდე, ეს არის, რომ ბუღალტრის მთავარი ფუნქცია, მოკლედ, რასაც ჩვენს პირველ ლექციაზე მოკლედ ეს საკითხი გვექნება, რა არის ბუღალტრის ფუნქცია მოვალეობები და მოკლედ გეტყვით იმას, რომ ბუღალტრის ფუნქცია მოვალეობა პირველ რიგში არის ის, რომ ბიზნესით დაინტერესებულ პირს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს და მისცეს მას ანალიტიკის საშუალება. შესაბამისად, სფეროები არის ამოუწურავი, ესე რომ ვთქვათ, მით უმეტეს ჩვენს რეალობაშიც საქართველოშიც ძალიან ბევრ სფეროს ვეხებით ხოლმე და აქედან გამომდინარე ამ სფეროს სხვადასხვა სფეროს ბუღალტრული აგრეთვე სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარი ხო არის სრულიად განსხვავებული. მაგალითად ჩვენი გამოცდილებაც რო გითხრათ, შეიძლება გქონდეს ერთი სფეროს ვთქვათ რესტორნის ბუღალტერია, თუმცა რესტორნის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად ხდება სხვაობა აგრეთვეში და განსხვავებები, რაც ძალიან საინტერესოა და кейსების დამუშავება, ინფორმაციის მიწოდება პარტნიორისთვის, ასევე კიდე ცალკე ასე რომ ვთქვათ, საინტერესო საკითხები არის და მოკლედ იმედი გვაქვს, რომ ყველაზე ხშირად აი ამ 4 პოზიციიდან, როგორც არის, ვთქვათ, ფინანსური მენეჯერი, იურისტი და თავად დირექტორი. უმეტესი დრო მაინც ბუღალტრის ვისთან ურთიერთობაში მიდის. ყოველდღიურობაში და თუნდაც თვის ჭრილში საინტერესო, ან თუ არის რაღაც განსხვავებები, რომ თვის ჭრილს თვის დასაწყისი ვიღაცასთან და ბოლოს დირექტორთან ყველაზე ხშირი შეხება, იმიტომ რომ ყველა კომპანიას აყავს ფინანსური მენეჯერი და შემდეგ მოდის ალბათ ფინანსური მენეჯერი და იურისტი. დირექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირია და ხშირად აქვს გადაკვეთა ბუღალტერსთან. და ასევე არც ისე ხშირად არის ხოლმე, რომ გუნდშივე იყოს აუდიტორი, ხო? ჩვენი შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს, რომ ბუღალტრული პაკეტის შეძენასთან ერთად აუცილებლად მოყვება მას საგადასახადო კონსულტირებაც, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი მომსახურება ფასდება გუნდური კომპეტენციით, ანუ კლიენტთან არ არის ჩართული მხოლოდ ბუღალტერი, მთელი გუნდი ჩვენი მთელი კომპეტენციით ვცდილობთ, რომ ყველა საკითხის დამუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. სხვა კომპანიებში და მით უმეტეს სადაც ფიზიკური პირი ბუღალტრები არიან, იქ რა თქმა უნდა, რომ ხშირად არ აქვს კომპანიებს იმის ფუფუნება, რომ აუდიტორის მომსახურებითაც ისარგებლონ და ცალკე კიდე აუდიტით. თუმცა შემოსავლების სამსახური უწევს დახმარებას ბუღალტრებს ხშირ შემთხვევაში. მათ შორის არის ბევრი ჯგუფები, ფორუმები, სადაც ბუღალტრები თავიანთ გამოცდილებებს ცვლიან. ჩვენც მუდმივად ხო, ვერთვებით ხოლმე მოკლედ და ყველა ბუღალტერს ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ, ჩვენ გამოცდილება გავუზიაროთ, თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მოკლედ ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს და დახმარებას ვუწევთ. მშვენიერი. და შეკითხვა იყო ბუღალტერმა პროექტი რატომ უნდა გაუკეთოს კომპანიას. მე ხომ მხოლოდ ანგარიშგება და აღრიცხვა მევალება. გიორგის კითხვაზე თუ შეიძლება მე გავცემ პასუხს, რომ ჩვენი კურსის ფარგლებშიც გიორგი თქვენი სწავლით არა მხოლოდ აღრიცხვას, ანგარიშების მიხედვით და ანგარიშგებას ზოგადად რაც გულისხმობს, არამედ ფინანსური ანგარიშგების ყველა კომპონენტ ჩვენ გავივლით და დასკვნითი ნაწილიც, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი კურსის ის იქნება, რომ მარტივი ფინანსური ანგარიშგება ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე შევძლოთ, რომ ავაწყოთ. ვერ გავიტყოდით, რომ ცალკე ნაწილია და ბუღალტერიას არ შეესაბამება, ანუ ეს ბუღალტერის ნაწილია ანგარიშგების აწყობაც მათ შორის. უბრალოდ ერთ ნაწილს ვერ მივხვდით, თქვენი პირველი ნაწილი კითხვის წერია, რომ პროექტი რატომ უნდა გააკეთოსო და პროექტში რა იგულისხმება, უბრალოდ რა სახის პროექტზე საუბრობთ, ეგ რომ ვიცოდეთ.
შეიძლება იყოს ის, რომ მე ვთქვი, რომ მესამე ეტაპს მოყვება ფინალური პროექტი, სადაც აი ამ სიმულაციური კომპანიის მაგალითზე ავაწყობთ კომპანიის ბაზას, ბუღალტრულ ბაზას და შესაბამისად ანგარიშგებებს. Ჩვენ ახსენეთ, რომ პროექტს აკეთებთ, ხო, პროექტი დავარქვით ჩვენი ცოდნის შეჯამებას და ჩვეულებრივად ბუღალტრის მოვალეობა რო აწყოს ბუღალტრული ბაზა ოპერაციების მიხედვით, მე დეკლარირება გააკეთოს, მე ანგარიშგებები აწყოს, მაგაში გეთანხმებით სრულად. უბრალოდ ჩვენს დავალებას დავარქვით პროექტი. და ხო, ბუღალტერს თავის პროფესია უყვარს გარდა ყოველთვის 15 რიცხვისა. ერიკით მადლობა, გიორგი თქვენ. ნინო როდესაც თვლიდა სილაბუსის პუნქტებს, მაშინ აი იმ დეტალებმა დამაინტერესა, მაგრამ ნუ მაგას კურსზე გაივლით. ანუ ჯარიმებს და რაღაცებს ეხებოდა ზუსტად აღარ მახსოვს ერთი წამი ჩავხედო რაღაცა ის ზუსტად სკოლის ხმა სამართალდარღვევები სამართალდარღვევები და ჯარიმები ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის ძალიან საინტერესო არის და ალბათ მე ვარაუდობ რომ ალბათ ამწყები ბუღალტრების ყველაზე მეტი შეცდომა მან შეიძლება მოდიოდ აი ძირთადად რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე დამწყები ბუღალტრები და რომელ პროცესში უშვებენ ხოლმე შეცდომებს და რა არის მიზეზი თქვენი აზრით? ძირითადი მომენტი მაინც არის ხოლმე გადასახადის ოდენობის სწორად გამოთვლა რა. შეიძლება ეხლა დამწყები ბუღალტერი იყოს რაღაც ოპერაციები ხდება კომპანიაში და რომელიც რეალურად იბეგრება, შენ არ მიაქციო ყურადღება და თქვა რომ რა ვიცი ეს არ იბეგრება და დეკლარაციაში არ მოახვედრო. დეკლარაციაში რა მოახვედრებ, ესე იგი არასწორად არის გათვლილი გადასახადი და მაგაზე თუ შეგამოწო სახელმწიფო უკვე სხვადასხვა სანქციებს იყენებს. შეიძლება დაგაჯარიმოს რა რაც ყველაზე გავრცელებული მომენტია რომ რაც გეკუთვნოდა გადასახადი იმის 50% დაგაკისროს ესე რომ თქო დამატებით კიდე გადასახადი. თან ისე დაგახდენოს თან პლუს 50% დაგაკისროს. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა რომ ბუღალტერმა სწორად იცოდეს რა გადასახადები უწევს და პოტენციურად რა ოპერაციაზე შეიძლება რამე გადასახადი. ანუ ოპერაციების ესე იგი უნდა იცოდეს ამ ოპერაციების მრავალფეროვნებაში რომელზე რა აქტივობა უნდა განახორციელოს. და გარდა მაგისა უნდა შეიძლება როგორ არის იცი რაღაცა ოპერაციები რო კეთდება ხო მინიმუმ რაღაცაზე ეჭვი უნდა გაუჩნდეს რომ ეს იბეგრება თუ არა და ნახოს რა ანუ როცა შენ იცი გადასახადი შეიძლება რა ოპერაციებს ეხებოდეს მე ეს სხვადასხვა ოპერაციები რო კეთდება უი ამას ვარ უწევს გადასახადი და მე ამოწევ და ნახოთ რა ესე რომ შევხედოთ ანუ აი შეკითხვა არის ხო მაგრამ ხომ სწავლობ სისტემას როგორ იგება აღრიცხვა და რანაირად უნდა გამოტოვო გამოტოვო ინფორმაცია, ანუ ისო გადასახადს ეხება ეს კითხვა? ხო, რომ გამოგრჩეს და არ შეიყვანო და მე არ გადაიხადო გადასახადი, იმიტომ რომ არ გაქვს შეყვანილი დეკლარაციაში, ალბათ ამას გულისხმობს. ხო, ანუ სისტემას აქ როგორ არის იცით? სისტემას რომ აგებთ, ხო, აი დაუშვათ 100%-ით მოწესრიგებული გაქვს ბუღალტრული აღრიცხვა და ბაზად გასწორებული ყველაფერი, ხო? ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მე იქ ბაზიდან ციფრს რო ავიზებ, სწორად ჩავწერ დეკლარაციაში, ესე რომ ვთქვათ. რა შეიძლება ვაფშე სხვა ადგილას ჩავწერო ეს ციფრი და გამოვიდეს რომ არასწორად მაგდათვლილი. ან შეიძლება, რა ვიცი, მაგალითად ხელფასები, სიტყვაზე ხელფასზე როცა საშემოსავლოს გადახდა მიწევ, შეიძლება ვიღაცა მაგალითად ხელფასი სხვა ანგარიშზე გაატარა უბრალოდ და მაგის გამო უკვე მერევა დეკლარაცია და არასწორი ინფორმაცია შემაქ რა. და მე ვიპოვე და მე გავასწორე ეგ კიდე სხვა საბგეისა. ესე რომ თქვა თემა. ან მაგალითად არ მქონდეს ინფორმაცია თუნდაც ხელფასების ნაწილში, რომ გაცემის დროსვე მიწევს საშემოსავლო გადახდის გადახდა და მაშინ უნდა გადავრიცხო ის თანხა ბიუჯეტში და არა მაშინ როცა დეკლარირებას გავაკეთებ ხელფასების დროს. ანუ ბევრი ნიუანსია, რაცაც აღრიცხვის სისტემა კანონმდებლობასთან მიმართებაში საგადასახადო კუთხით პასუხებს არ სცემს, ასე რომ ვთქვათ, აღრიცხვა არის სრულად დაფუძნებული საერთაშორისო სტანდარტებზე და კანონმდებლობა უკვე უშუალოდ არის ქვეყნის მიერ გადასახადების კალკულაციის წესები, ასე რომ ვთქვათ და შეიძლება რომ ეს ორი არ იყოს თანხმედრაში და ვერ მიხვდე მხოლოდ სწორი ბრუნვითი უწყესით რა გადასახადები გიწევს ამ თვეში რომ დაადეკლარე.
ოკეი, შეიძლება ვერ მიხვდეს და დამწყებმა მაგ დროს რა უნდა ქნას? თქვენს კურსზე უნდა ისწავლოს ეს ყველაფერი? მაგას რა საკეთებ, როცა ვერ ხვდება და ერთმანეთს არ ემთხვევა ეს. საერთაშორისო და აქაური კანონმდებლობა თუ რაც ხო, ეგ არის საინტერესო და გამოცდილებას ეგ მოაქვს, რომ რაც გამოცდილებას არ მე ეგეთ რაღაცებს უფრო პოვო. ნახეთ, ჩვენ კურს თუ გაიგებთ, ხო? მინიმუმ წერასაც ვამბობდი, რომ ეჭვი გაგიჩნდება, რომ ეს ხო არ უნდა გამეკეთებინა, ხო არ უნდა დამედეკლარირებინა, შეიძლება არ დავადეკლარირდე, ან რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეჭვი მაინც გამჩნდება, ეს ხო და მოვიძიებ. შეიძლება თუ ეხლა ისე მოკლედ კურსი არ მაგ თეორიულ ცოდნა არ მაქვს სიტყვაზე, შეიძლება ეს ოპერაციები ისე გაუშვა, რომ საერთოდ მივიწყო და მე შემოსავლის სამსახურში შემოვა ის მიპოვის რა ხო ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი წერტილები ვიცოდეს, სად შეიძლება რომ მოკლედ დავიბედრო ესე რომ. ოკეი, და მე ანუ აქვე საქართველოში თქვა შეიძლება უფასო კონსულტაცია გავიარო რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან დარეკვით და დაზუსტებით. ხშირად მანდაც უარესი არის, რომ შეიძლება საერთოდ სხვადასხვა რამ გიპასუხონ, ალბათ მე მგონი. ეგეც რამეც ხშირად მოხდება. ის აბსოლუტურად ეგ პრობლემა არის, როცა შემოსავლის სამსახურსთან კომუნიკაცია გვაქვს, იქიდანაც არ მოდის ხოლმე ხშირად ზუსტი პასუხები და ისევ შენ გიწევს მე რაღაც კანონმდებლობაში ქეკვა, ძებნა და მოკლედ. კი, ჩვენ შემთხვევაში დეკრეტის გამოყენების დროს თუ აი თანამშრომელთან დაკავშირებით, მოკლედ ბოლოს ბუღალტერმა და მან იარეს სხვადასხვა დაწესებულებაში, რომ რამე ერთ პასუხზე შეჯერებული იყვნენ ეს უწყებები, არ ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობაა და საქართველოში მოკლედ ბუღალტერიის კეთება და ბუღალტრობა რთული რამ არის, მაგრამ საჭირო არის და ყოველთვის კარგი ბუღალტერი კომპეტენციებით ახსავსე დაფასებულიც არის და ვითარდება და მოკლედ მოთხოვნადი არის. როგორ შეიძლება განვითარდეს ბუღალტერი, დამწყები ბუღალტერი? ანუ გარდა იმისა, რომ ისწავლის, ანუ პოზიციების მხრივ როგორ ხდება ხოლმე ზოგადად, ანუ რა სწავლობენ ხოლმე აი 1 წლის შემდეგ, რაღაცა საჭიროებები დგება ხოლმე, ხო, განვითარების ალბათ. კარიერული გზა როგორ არის ხოლმე? ანუ ბუღალტერიის ნაწილში ყველა აუდიტორული კომპანია ზოგადად თავისი განვითარების ხე აქვს, ესე რომ ვთქვათ და პოზიციები, თუმცა ზოგადს რო შევეხოთ, მე მგონი უჯობესი იქნება. ეს ხდება ესე, რომ პირველ ეტაპზე აუცილებლად იწყება სტაჟირებით, ან თანაშემწის პოზიციაზე. მაგალითად, ჩვენი კურსის გავლის შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანაშემწის პოზიციაზე სრულიად შესაძლებელი არის, რომ ადამიანმა მუშაობა დაიწყოს და ტესტირების ეტაპები გადალახოს. მაგის შემდეგ ხდება ესე რომ ვთქვათ, თანაშემწის შემდეგ უკვე გადადიხარ უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე, როცა უფრო ესე რომ ვთქვათ, მეტი პასუხისმგებლობები შეჩნდება შენს არეალში, შემდეგ უკვე ბუღალტრის პოზიციაზე და ბოლო დასკვნითი ეტაპი არის მთავარი ბუღალტერი. მთავარი ბუღალტერი როცა ხდება, ადამიანი არ გულისხმობს, რომ მან განვითარება უნდა დაასრულოს, ან ყველა ინფორმაცია იცის უკვე ბუღალტერიის შესახებ და ამის შემდეგ არ ჭირდება ესე რომ ვთქვათ, სხვა ახალი საკითხების შესწავლა. მუნდა ითქვას ისიც, რომ მოკლედ ყველა სფეროს აქვს განსხვავებული ბუღალტრული აგრეთვე და შეუძლებელი არის, რომ ადამიანმა თავის კარიერის განმავლობაში შეძლოს, რომ ყველა სფეროს ბუღალტერია შეისწავლოს და ერთი გამოწვევა ბუღალტრებისთვის ეს არის, რომ შეიძლება მე ერთ-ერთი მთავარი ბუღალტერი ვიყო ერთ-ერთ სფეროში, მაგრამ ახალ სფეროში გადასვლის დროს მიწევს ბევრი სწავლა, განვითარება იმისთვის, რომ იმ სფეროს მოვერგო. მაგის გარდა ხდება ის, რომ თუ მაგალითად კანონმდებლობაში შევიდა რაიმე ცვლილებები და ეხლა მაგალითად ყოველ წელს გვაქვს ხოლმე საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების ეტაპები, მაგალითად ამ წელსაც საკმაოდ ბევრი და მსუყე მუხლი შეიცვალა, რა დროსაც თავიდან უწევს თავად ბუღალტერსაც ამ ყველაფრის სწავლა და განვითარება, ესა რა ვთქვათ. ეხლა გიორგის კითხვასაც დაუბრუნდები, მოდით მოწერილი აქვს, რომ თუ ძალიან ჭკვიანი ვარ, მთავარი ბუღალტერი რამდენ ხანში გავხდებია და გიორგი, მოკლედ ეგ არის სრულიად დაფუძნებული თქვენს მონდომებაზე, ესე რომ ვთქვათ. ჩვენთან არის საქართველოში მათ შორის, ესე რომ ვთქვათ, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია გასცემს სერტიფიკატსაც, მთავარი ბუღალტერის მოსამზადებელი კურსი არსებობს, თუმცა იქ უფრო ნაკლები არის პრაქტიკული მაგალითები. აი ჩვენი კურსის შემთხვევაში ჩვენც მრავალმხრივ გვაქვს მოკლედ მაგ მიმართულებით მიღებული გამოცდილება.
კი, გიორგი, სწორად ამბობთ, რომ 13 წიგნია გასავლელი, ესე რომ ვთქვათ და ძალიან დიდი თეორიული მასალაა და ეს თეორიული მასალა არ არის დაფუძნებული პრაქტიკაზე, ესე რომ ვთქვათ, არის სრულად სტანდარტები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. როდესაც ჩვენ ამ კურსს ესე სილაბუსს ვადგენდით, მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი, რაც ჩვენთვის იყო ის, რომ ჩვენი ლექციები ყოფილიყო სრულად პრაქტიკაზე დაფუძნებული. მაგალითად, ჩემი დათოს და ნინოს შემთხვევაში, თუ რა გამოცდილება ჩვენ მივიღეთ ბუღალტრებად მუშაობის დროს, ეს გამოცდილებები ყველა ლექციაში არის. და მაგის გარდა, თუ რაიმე საკითხზე, მაგალითად, ჩვენ კონკრეტულად მაგალითებს მოვიყვანთ და მის შემდეგაც რაიმე საკითხი დაგაინტერესებთ, რაც იმ კონკრეტული ლექციის ფარგლებში არ იყო, ამაზედაც შევეცდებით, რომ კითხვებზე გიპასუხოთ ხოლმე აუცილებლად და ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული მასალა. მათ შორის იშვიათად შეგვხვედრია ისეთი კურსები, სადაც ხდება უშუალოდ ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა, რასაც ნინოს ლექციების დროს ნახავთ, რომ ნინო სიმულაციურ მაგალითზე დაყრდნობით მთლიანად გაჩვენებთ, როგორ ხდება აღრიცხვა ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე, მაგალითად და ამ დროს უკვე თქვენ თამამად შეძლებთ, რომ ნებისმიერ დროს დაიწყოთ, ანუ ამ ნულოვანი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ უკვე სხვადასხვა ისეთ პოზიციებზე მუშაობა მარტივად დაიწყოთ, ასე რომ ვთქვათ და მეტი გამოცდილებაც მიიღოთ. თუ რამე კითხვები გექნებათ კიდევ ამ ნაწილშიც, მოგწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ალბათ გიორგის ისიც უნდა უთხრათ, რომ სამთავარი ბუღალტრის სტატუსის მისაღებად 13 წიგნის გავლა სრულად არ არის აუცილებელი პირობა. აქ ერთ-ერთი არის გამოცდილება, რა საგადასახადო შემთხვევებთან გქონდა საქმე, რა გადაწყვეტილებები მიიღე. მარტო 13 წიგნი, ან სრულად 13 წიგნი აუცილებელი მოთხოვნა არ არის. გამოცდილება და დრო არის ერთ-ერთი მთავარი, რაც მთავარ ბუღალტერს აქცევს მთავარ ბუღალტერს. ბუღალტერს აქცევს მთავარ ბუღალტერს. აბა კიდევ შეკითხვები? და მაგ თქვენ საუბრობდით შეცდო, აი გავრცელებულ შეცდომაზე ბუღალტრებს რა მოსდით? დამწყებებს. ჩვენ ანუ არა მარტო ბუღალტრებს მოსდით საწყის ეტაპზე შეცდომები და მერეც მოსდით ბიზნესის მფლობელებს დამწყებებს ძალიან ბევრი შეცდომა მოსდით, მაგალითად არა აქვთ გათვლილი, რომ ფული რო გაგაქვს ბიზნესიდან, ის აუცილებლად დაბეგვის უნდა დაიბეგროს და უბეგრავად ფული ვერ გავა. და ბევრმა ეს არის ისე დამწყება. მე უკვე ამ ბუღალტრის დახმარებით ან თვითონ სხვადასხვა კურსით და ასე შემდეგ აქ ამის შესახებ ცოდნა, მაგრამ აუცილებელი ეს მინიმუმ საბაზისო ცოდნა ამ ბიზნესისთვისაც აუცილებელი, იმიტომ რომ სწორად დაგეგმოს რა ხარჯი ექნება, რა საგადასახადო ხარჯი ექნება ამა თუ იმ ოპერაციაზე, რა მოყვება, თქვათ გაყიდვას, ხელფასის გაცემას, სარგებლის გაცემას, ამაზე ინფორმაცია უნდა ქონდეს მეწარმეს ბიზნესის მფლობელს, რომ სწორად გათვალოს თავისი ფინანსები და გაითვალისწინოს. ჩვენ გვიწევს ხოლმე ხშირად ახსნა, რომ რატო არ შეიძლება თავისი ფული გააქვს ბიზნესიდან და რატო არა აქვს უფლება, რომ გაიტანოს დაბეგვის გარეშე. ამაზეც გვიწევს ხოლმე коммуникация და საინტერესო დიალოგები გამოდის. კი და ნუ კარ ბუღალტერს რჩევების მიცემაც შეუძლია. თუნდაც სხვადასხვა ოპერაცია, როგორ აჯობებს, ხო, რომ გააკეთოს ან თუნდაც როდის ალბათ ესეც არის, ხო, როდის ჯობს ხოლმე რაღაც გარკვეული ოპერაციების გატარება თუ რა ვიცი, წლიური ლიმიტებიც არსებობს, ხო, იგივე რაღაც შემოსავლების რის შემდეგაც ხდები რაღაც გადამხდელი და შეიძლება რაღაცნაირად დაამენეჯმენტო ისე, რომ დაალაგო მოკლედ ისე, რომ იგივე ეს შემოსავლები მართო და გადაანაწილო და ერთ წლიური კალენდარული წელი არის, ხო, ალბათ ნაგურისხმები 100,000 რომ აჭარბებს და დღეგეს გადამხდელი უნდა გახდე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ არა. არა. მანდ ბოლო 12 თვე. მე კიდევ ენა მოვიტეხე მაგ სიტყვის თქმით. ბოლო 12 თვეა. 12 თვე. ესაკებია.
ოკეი, აბა კიდევ თუ გვაქვს ენის გასატეხი რამე შეკითხვა. შეგვიძლია დავუსვათ. მეგობრებო, მოკლედ კურსთან დაკავშირებით თუ დამაზუსტებელი კითხვები გექნებათ, აუცილებლად მოგმართეთ, ეცადეთ რომ რადგან უახლოეს დღეებში უკვე იწყება, დროულად შეგვატყობინოთ და დაგიჯავშნოთ ადგილი. როგორც გითხარით, 4 თვიდან 6 თვემდე სრულად უპროცენტო განმადების განაწილების გაკეთება შეგიძლიათ, სხვადასხვა ვარიანტი არის, უშუალოდ კურსის გვერდზე არის რეგისტრაციის დროს მითითებული და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი. სილაბუსი არის დეტალურად მოცემული, პუნქტებად ჩაშლილი, ძალიან საინტერესო. 790 ლარიღის ეს კურსი. და ხო, როგორც ვთქვი, არის 6 თვიანი განაწილების შემთხვევაში 131 ლარი თვეში. თუ გაქვთ შესაბამისი საბანკო ბარათი. ნახავთ მაგ ყველაფერს საიტზე. სილაბუსიც არის მოცემული, მე კიდევ ერთხელ მაინც გავაზიარებ, გამიხარდება თუ ჩვენ შესანიშნავ სილაბუსს დეტალურად გაეცნობით და არა მხოლოდ ზედაპირულად. მთელი სული და გული ჩააქცევეს ჩვენმა ლექტორებმა თითოეულ თემაში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენც გაიაზროთ აი ამ თემების მნიშვნელოვნობა. ხო, როგორც დასაწყისში ვახსენე, გვაქვს ასევე სხვა კურსები მენეჯმენტის მიმართულებით, ზოგადი მენეჯმენტი, ცალკე საოფისე პროგრამები, HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა, ფინანსები, ცალკე არის Excel-ის 2 დონე და მოკლედ გელოდებით გაგვიხარდება თუ რომელიმე კურსზე გიხილავთ, ასევე გაგვიხარდება თუ ზოგადად კონსულტაციას ჩანიშნავთ და ერთად დავგეგმავთ რა თანმიმდევრობით აჯობებს ამ კურსების გავლა. როგორც ვთქვით, იგივე ამ პროფესიის ჭრილშიც Excel-ის ცოდნა ძალიან კარგი იქნება. შესაბამისად, შეიძლება მანამდე გაიაროთ Excel-ი და მერე ბუღალტერია, ან ბუღალტერია გაიაროთ და ამის შემდეგ დაგეგმოთ უკვე საოფისე პროგრამების უფრო დეტალურად გავლა და ასე შემდეგ. გაიცემა Smart Academy-ის სერტიფიკატი, ინგლისურენოვანი სერტიფიკატი არის. ასევე გვაქვს ხოლმე კურსის დასრულების შემდეგ, როდესაც გხულები და ასე შემდეგ გვაქვს სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. მენეჯმენტის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად ძალიან სახალისო არის ხოლმე, საინტერესოც. გათამაშებები გვაქვს ხოლმე და მოკლედ მხიარულება და ასე შემდეგ. ასევე გაგვიხარდება თუ ჩვენ სხვა ღია ლექციებსაც დაესწრებით ამ კვირაში თითქმის ყოველ დღე 2 შეხვედრა არის და დარწმუნებული ვარ იპოვით თქვენთვის საინტერესო კიდევ ერთ შეხვედრას. გიორგი, გისმენთ? ხელი გაქვთ აწეული? და ვინც არ იყავით თავიდან, ვახსენე რომ კარიერის პროგრამის ფარგლებში თქვენ ისარგებლებთ ჩვენი რესურსით და სერვისით. დიახ, 790 ლარი. გასაუბრების სიმულაცია იქნება ეს დახურული შეხვედრები, CV-ს და LinkedIn-ის განახლება, შეძენილი კომპეტენციების მიხედვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხშირად LinkedIn-ზე ეძებენ ხოლმე კანდიდატებს და მათ თუ სწორად გექნებათ შევსებული, ესეც ზრდის თქვენს შანსს რომ რეკრუტერმა მოგაგნოთ. ასე რომ ამ ყველა რჩევას რა თქმა უნდა გიზიარებთ და ვცდილობთ რომ თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი მიქონიოთ არა მხოლოდ წელს, არამედ 1 წლის და 2 წლის შემდეგ, როდესაც ცვლილებებს დაგეგმავთ და ორიენტირებული იქნებით დაწინაურებაზე.